ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო თითქმის სულ ვეღარ ვლაპარაკობთ ქალთა უფლებებზე, რაც არის ძალიან ცუდი კატასტროფა და უკან მიდის ქალისუფლებები ამ ქვეყანაში. ერთ მაგალითს მაინც გავიხსენებ დახურული ჯგუფიდან, სადაც ანონიმურად წერდა ერთი ახალგაზრდა გოგო, თხოვდა სრულწლოვანი ოღონდ, ბავშვებზე არ არის ლაპარაკი. არ დამიწყოთ ახლა მანიპულაციური კომენტარები, რომ ეს პატარა ბავშვები და რა არ არიან, პატარა ბავშვზე არ მაქვს ლაპარაკი. 18 წელს მიღწეულ ქალზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც თხოვდა გოგოებს, რომ იქნებ ვინმე ჩაჯდეს მასთან ერთად მარშრუტკაში, იმიტომ რომ მშობლები მას მარტო დასასვენებლად არ უშვებდნენ და უნდოდა რომ ვიღაცა გაყოლოდა, რომ ვითომ დაქალთან ერთად მიდის. აი წარმოიდგინეთ ხალხო რა დონეზე ვარ. ორი რამის თქვა მინდა ამით, ერთი რომ ქალი თუ მოინდომებს, მაინც გააკეთებს და გაიტანს თავისას და მეორე, რადგან ეს ასე არის, უფროსი თაობის წარმომადგენლებს მინდა მოუწოდო, ნუ გაუმწარებთ ამ ახალგაზრდებს სიცოცხლეს. ნუ აბრძოლებთ მუდმივად საკუთარ თავებთან, ნუ აიძულებთ რომ მოგატყუონ. ხო, იმიტომ იტყუებიან, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. და არა იმიტომ, რომ ძალიან უხარია ტყუილის თქმა ასეთ სიტუაციაში და თავის მოჩვენება. არავის არ უხარია, რომ რაღაცა მშობლისგან რაღაცების დამალვა უწევს. ხო და მაინც თუ უნდა გააკეთოს, გაეშვით. ნუ მისცემთ საშუალებას, რომ სიბერეში დაგაყვედროთ, რომ ცოცხლად რატო დამამარხინე თავიო.